1 ივნის მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, თუმცა საქართველოში 100,000-ობით ბავშვი შიმშილსა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ჩვენს ქვეყანას ყავს მდიდარი ხელისუფლება, მაგრამ ამავე ქვეყანაში ბავშვებს არ აქვს წამალი და მათ საკუთარი სახელმწიფო ფაქტობრივად სიცოცხლის უფლებას ართმევს. მაღალი ფასების გამო ყავს ჯანსაღი კვების გარეშე დარჩენილი ბავშვები. სამწუხაროდ გვაქვს უკიდურესი სიღარიბე, ემიგრაცია და ყავს მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები. საცურაო აუზები, ფუფუნების საგანია და ჯანსაღი ცხოვრების წესი მიუწვდომელი. სანამ ხელისუფლება ეკონომიკურ აღმასვლაზე გვესაუბრება, ქართველ დედებს საკუთარი შვილების აღზრდა ტელეფონით უწევთ ემიგრაციიდან. რადგან გაზრდილ ფასებს აქაური შემოსავლით ვერ უმკლავდებიან, მიდიან რომ საკვებით უზრუნველყონ შვილები. მოგახსენებთ იმ საგანგაშო მდგომარეობას, რომელთაც ხვდება ჩვენი ქვეყანა ბავშვთა დაცვის დღეს. ქვეყანაში ემიგრაციის გამო 2020-2025 წლებში 22,727-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა, რაც საქართველოდან მასობრივი ემიგრაციის ერთ-ერთი ინდიკატორია. იუნისეფისა და საქტატის ერთობლივი კვლევის თანახმად, ბავშვების 35% არასოდეს იკვებება სკოლაში. ფულის არქონის გამო ბავშვების 45%-ს არ აქვს მისთვის სასურველი, სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა, ლეპტოპი, წიგნები თუ სხვა. შიმშილი აფერხებს ბავშვების როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ განვითარებას. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს კვლევით საქართველო საკითხulis გააზრებაში 91 ქვეყანას შორის 67 ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66. ეს მონაცემები პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ბავშვები შიმშილობენ. მშობლებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ელემენტარული საჭიროებით უზრუნველყონ საკუთარი შვილები. საქართველოში 2080 სკოლა ფუნქციონირებს, თუმცა 1400-მდე სკოლაში საკვები ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს. ფორმებზე გვესაუბრებიან და პარალელურად ათასობით ბავშვი და უამრავი დასახლება სკოლის გარეშეა დარჩენილი. ამავე დროს დემოგრაფიული კრიზისი საგანგაშო მასშტაბებს აღწევს. 2025 წელს ის რეკორდულად დაბალია. დაიბადა მხოლოდ 37,867 ბავშვი და გარდაიცვალა 44,319 ადამიანი. ეს არის ის მწვავე რეალობა, რომელშიც უწევს ბავშვებს ცხოვრება. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ყველა ბავშვი იმსახურებს დაცულ, სტაბილურ და ღირსეულ მომავალს საკუთარ სამშობლოში, რასაც ქართული ოცნება არ და ვერ უზრუნველყოფს. ივანიშვილის ოცნებამ შექმნა კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.